გამარჯობა მეგობრებო, IFC-ის პოდკასტი პირველი ეპიზოდი, სანამ გერმანიაში წავალთ IFC 22-ზე, მანამდე გაგაცნობთ იმ ქართულ მებრძოლებს, რომლებიც უკვე ქალაქ ვიტლიხში იბრძოლებენ და ეცდებიან რომ თავიანთი რეკორდი გაიმარჯვებოს, რომ ჩვენი სტუმარი პირველ ეპიზოდში გახლავთ ცოტნი სულთანიშვილი, რომელიც გახლავთ Striking MMA-ის 4 გზის გამარჯვებული IFC-ის ეგიდით და ახლა უკვე MMA-ზე გადმოერთო და უმიზნებს იმას, რომ ამ ორგანიზაციის ჩემპიონიც გახდეს. მადლობა იმისთვის, რომ მოხვედი. მადლობა თქვენ. და მაინტერესებს როგორ ემზადები, რა გეგმები გაქვს ზოგადად ამ ბრძოლასთან დაკავშირებით, იმიტომ რომ რამდენიმე შემთხვევა იყო ისეთი IFC 20-ზეც და 21-ზეც რომ შენ მეტოქი შეგეცვალა და საბოლოო ჯამში ახლაც ეგვიპტელი უნდა ყოფილიყო შენი მეტოქი და მოგიწევს ამჯერად უკვე მოლდოվել მეტოქესთან დაპირისპირება და როგორ გძნობ თავს და რას ელოდები ამ ჯგუფისგან. მოგესალმებით პირველ რიგში, მადლობა მოწვევისთვის, რა თქმა უნდა. მოსამზადებელი პერიოდი გავიარე ტაილანდში, ერთი თვე ვიყავი, მოგეხსენებათ, ძალიან მაგარი კემპი გავიარე, როგორც ყოველთვის მზად ვარ საბრძოლველად. ვემზადები აქტიურად კლუბ მემეტეში. მეხმარება ედო გოგია. ვაგრძელებ აქტიურად მზადებას. მოწინააღმდეგეს რაც შეიძლება, მყავდა ეგვიპტელი მოწინააღმდეგე, რომელიც რაღაც გარკვეული მიზეზების გამო ვერ ახერხებს ჩამოსვლას გერმანიაში. ამჟამად კონკრეტული მოწინააღმდეგე არის მოლდოვიდან, რომელიც სტრაიკერი არის, ჩემსავით. ამ ბრძოლის შემდეგ უკვე საჩემპიონო ბრძოლა მექნება საქართველოში, თბილისში, სპორტის სასახლეში. ბრძოლა მოიგე, ესე იგი საჩემპიონო ბრძოლა გეუბნება. რა თქმა უნდა, ღმერთის წყალობით, სხვანაირად არ შეიძლება ეს ბრძოლა უნდა მოვიგოთ დამაჯერებლად, როგორც ყოველთვის. ბოლო პერიოდში აფეთქდა შენი სოციალური ქსელი ილია თოფურიასთან მოგიწია შეხვედრა. რაზე გქონდა საუბრები, ზოგადად რა გეგმებზე ისაუბრეთ და როგორც ვიცი, ანახე კიდეც შენი ჯგუფები და რა გითხრა ილია. დიახ, ჩამოსვენ უკან არის ილია თოფურია. აქ უკვე მადლობა ლაგაზეტას სტუდიის დათმობისთვის, ჩვენი დღევანდელი პოდკასტი იწერება ლაგაზეტა ჯორჯიას სტუდიაში. მადლობა ლაგაზეტას. კი, შევხვდი ილია თოფურიას, მადლობა ჩემს მეგობარს კახაჩიკოვანს. კახაჩიკოვანმა მომიწყო ეს შეხვედრა. ილია თოფურიას, როდესაც შევხვდი, თითქოს წავისპარენგეცავით რაღაც ესე გამოვიდა. შემდეგ უთხარი რომ 6 დეკემბერს მქონდა გერმანიაში IFC ორგანიზაციაში ბრძოლა დანიშნული. გამომკითხა, რამდენი ფინიში მქონდა, რა წონაში ვიბრძვი, ჩემი ბაზა სტრაიკი იყო, ჭიდაობა იყო, ასე შემდეგ, შევყევით საუბარს. წარმატება მისურვა, ეს რა თქმა უნდა ჩემთვის არის ძალიან დიდი სტიმული, როდესაც ილია თოფურია შენს პირად ტელეფონში ჩაიხედებს და ბრძოლებს უყურებს და რჩევა მითებს მოგცემს, ეს არის ძალიან დიდი სტიმული ნებისმიერი სპორტსმენისთვის, ვინც მით უმეტეს MMA-ში აქტიურად გამოდის და იბრძვის. ანუ არის თუ არა შანსი იმისი, რომ თქვათ, თუ შენ IFC-ის კამარს მოიგებ, მერე ილია თოფურიას. დიახ, ასევე მან მითხრა, რომ 6 დეკემბრის მერეო შემეხმიანეო, პირადად მე გაგიკეთებ ბრძოლასო. შევხედოთ. ნახოთ, ჯერ IFC-ის ორგანიზაციაში მინდა გავხდე მსოფლიო ჩემპიონი და შემდეგ მე და გოჩასმოიანს IFC-ის ორგანიზაციის პრეზიდენტს სამომავლოდ ძალიან საინტერესო და დიდი გეგმები გვაქვს. მოდი იმ მაყურებლებს, რომლებიც თქვა პირველად ადევნებენ თვალს შეიძლება შენს საუბარს. ნელა მივყვეთ იმ გზას, ზოგადად შენ მოიგე 4 ტურნირი გერმანიაში, როცა Striking MMA-ის ჩემპიონი გახდი, ჯერ გერმანულ მეტოქეს მოუგე, მერე ფინალში რუსი მეტოქე დაამარცხე. აი ის პერიოდი რომ გაიხსენა და მერე უკვე ვისაუბროთ იმაზე, თუ რატომ მიიღე გადაწყვეტილება რომ პროფესიონალურ MMA-ში გადმოსულიყავ. საინტერესო შეკითხვა არის. კი, 4 ტურნირი იყო. პირველი ბრძოლა ჩავატარე გერმანელთან, დამაჯერებლად მოვიგე. მეორე მეტოქე იყო უკვე რუსი სპორტსმენი, მასაც 5 რაუნდიან ბრძოლაში ტოლი არ დაუგდე და 5-ვე რაუნდი ჩემი გამარჯვებით წამოვიღე. ჩამოვიტანე საქართველოში ორგანიზაციის კამარი, შემდეგ ეს კამარი ორჯერ დავიცავი და დღემდე ეს ტიტული არის ჩემი. შემდეგ უკვე დავინტერესდი MMA-ით, იმიტომ რომ საქართველოში ამ სოფლიოს მასშტაბით MMA არის დღეს ძალიან განვითარებული და პოპულარული.
მით უმეტეს ორი ჩემპიონი ყავს უკვე. ისიც რომ რეალურად striking MMA-ის ისეთი განვითარება ვერ მოხვდებოდა ჩვენს ყოველში. მოვიგე, დავიცავი. ანუ რამდენჯერმე დამეცვა ეს კამარი, ვერავინ ვერ შეძლო წართმევა და დავიწყე MMA-ში აქტიურად ვარჯიში. პირველი ბრძოლა ჩავატარე, პირველ რაუნდში მოვიგე მოლდოველ სპორტსმენთან, მეორე სპორტსმენი მყავდა უზბეკი. ეს ბრძოლა ალბათ მე კი არა, მთელ საქართველოს დღემდე ახსოვს და ემოციებით იხსენებენ მათ შორის მეც. მაგ ბრძოლის შემდეგ ვარჯიშზე რომ მივდივარ ან გარეთ გავდივარ საერთოდ, ანუ ხალხი მცნობს და მაჩერებს, რომ შენ ცოტნე სულთანიშვილი ხარ და რაღაც აი გული სითბოთი ივსება, რომ ამ ბრძოლის მერე ჩემმა ხალხმა გამიცნო და ეს თბილად ჩამიხუტა, მიმიღო, დღემდე ძალიან მაგრად ბალეში ყოფენ. ერთი სული აქვს, როდის გამოვალ დიდ არენაზე, როდის მიიხილავენ UFC-ში და მე მათ პირობას ვაძლევ, რომ ეს ძალიან მალე იქნება. რეალურად საიოდ რუსტამოვთან დაპირისპირებაში მე ვიყავი ბრძოლის კომენტატორი და ნამდვილად ვფიქრებ და არ მგონია რომ შეიძლება ერთადერთი ვინც ესე ბიზნა გავაშელი გაძლევდა რჩევებს რომ ვიცი ტკივა ძმაო, მაგრამ უნდა გაუძლო, ანუ პირველი რაუნდის ნახევარში ნეკნი დავიზიანე და ჩემ კუთხეს დაუძახე, რომ გონი ნეკნი გამიტყდა თქო, სუნთქვაც კი მიჭირდა უკვე იმდენად დამიზიანდა და ეს ნეკნი რა და ეგრევე დაუძახე, რომ ნეკნი მგონი გამიტყდა თქო, მაგრამ რა თქმა უნდა ბრძოლა ბოლო წუთამდე, ბრძოლა წამამდე და ეს ჟილკა და მონდომება დამიფასდა. 99% ეს ბრძოლა იმ მომენტში აი ქონდა თუ არა წამიერი გაფიქრება, საერთოდ რაზე ფიქრობდი, რომ შეიძლება ეს ბრძოლა წავაგო და აი გადმოტრიალებისას იფიქრე, რომ აი უკვე უეჭველი დააფინიშებდი. სხვათა შორის რომ გუდავდა. გავიფიქრე, აი 2-3 წამი ალბათ რა, რომ თუ დამაძინოს მეთქი, მე აქ არ დავნებდები. და აი ეს ფიქრი როგორც კი შევწყვიტე, ფეხზე ავდექი, ჩემი უძლიერესი დარტყმები მივაყენე, ისევცადა მან ფეხში შემოსვლა და ამ დროს მუხლი შევახვედრე და გავუშვი მძიმე ნოკაუტში, რომელიც აი არასდროს არ დამავიწყდება. მეგონი არც ქართული MMA-ის შემოქმედებს ზოგადად ეგეთი კამბექი, ანუ საიდან გამოძვერი, მართლა ძალიან რთული ბრძოლა იყო და თამამად შეიძლება ითქვას, რომ ერთ-ერთი საუკეთესო დაბრუნება ბრძოლაში, იმიტომ რომ როგორც შენ აღნიშნე, ჯოჯოხეთიდან დაბრუნება. ეს ფრაზა ეკუთვნის ჩვენს მეგობარს რუსლან ბოლქვაძეს, IFF-ის ჩემპიონს, მოვიკითხავ რუსლანს აქედან. რუსლანს ჰქონდა ჩხუბი და მართლა ისე ძალიან ცუდ დღეში იყო, მაგრამ მანაც ესე მოახერხა გამოძრომა. ეს ფრაზა მოარგე მე შენს ბრძოლაში. ჩვენ ვართ მებრძოლები, ანუ რო გამოვდივართ ოქტაგონზე, ყველაფრისთვის უნდა ვიყოთ მზად. ნოკაუტი იქნება, ტექნიკური ნოკაუტი იქნება, მარცხი იქნება, ამისთვის უნდა ვიყოთ მზად. ფეხზე წამოდგომა უნდა შეგვეძლოს ყოველთვის და ბრძოლის შემოტრიალება, გინდა სპორტში, გინდა ცხოვრებაში. ფეხზე წამოდგომა უნდა შეგვეძლოს და უნდა მივისწრაფოდეთ მხოლოდ წინ, გამარჯვებისკენ. საინტერესოა ნამდვილად და მოდი ბრძოლა რომელსაც ასევე ანუ ეს იყო ბრძოლა რომელიც მართლა საქართველოს გაგიცნო და ბრძოლა რომელსაც დიდი გამოხმაურება მოყვა ეს უკვე ბათუმის ამბებია სადაც შენ ლევან დარასელიასთან მოგიწია დაპირისპირება ისიც უნდა აღნიშნოთ რომ მართლა ძალიან საინტერესო დაპირისპირება იყო და აქაც ანუ მეტოქი შეგეცვალა ისე უზბეკი და ლევან შექება იმის გამო რომ ესე მოკლე პერიოდში აიღო ეს ჩხუბი მანდაც რა თქმა უნდა უზბეკის სპორტსმენი მყავდა ბოლო სადღაც 9 დღე იყო დარჩენილი და მენეჯერი მიკავშირდება რომ სპორტსმენი ჩაიხსნა ტრამვების გამო ჯანმრთელობასთან შეექმნა პრობლემები გადართული ვიყავი უზბეკ სპორტსმენზე შესწავლილი მყავდა რა ტაქტიკით უნდა გამოსულიყავი ოქტაგონზე და მეჩხუბა მასთან და უცბად ჩამისვეს მით უმეტეს ლევანთან მაკავშირებდა მეგობრული ურთიერთობა ძალიან კარგი ბიჭი არის ძალიან კარგი სპორტსმენი მივიღე ეს გამოწვევა რა თქმა უნდა იმიტომ რომ მე თვითონ განვაცხადე რომ 61-დან 66 კილომდე მზად ვარ ნებისმიერი მივიღო ოქტაგონზე და გავიმარჯვო ამისთვის ყველაფერს ვაკეთებ ყოველთვის და მით უმეტეს ეს ბრძოლაც დამთავრდა ჩემი გამარჯვებით ერთ-ერთი საინტერესო და სანახაობრივი ბრძოლა იყო ეს პირველი 2 რაუნდი ან დგომში ჩემი იყო მე წამოვიღე ეს უცხოელმა საჯემაც შეაფასეს ჩემი ასე ვთქვათ კარგი გამოსვლით და
სტრატეგიული მოქმედებებით და გამარჯვებით, რა თქმა უნდა. ბრძოლის შეჩერება იყო, თვალი დაუზიანდა, ეს ადგილი გადაიხსნა. ექიმი გამოიძახა საჯმა ოქტაგონზე. გაგრძელების უფლება მისცა, მაგრამ ფაქტიურად მე ვთვლი, რომ როდესაც ექიმი ამოდის, რინგი იქნება თუ ოქტაგონი იქნება, ეს ბრძოლა მაინც ისე ჩანს, რომ უკვე წაგებული არის რა. ერთი კომენტატორი შენიყავი, მეორე გიორგი ტაბადაძე აღნიშნა კიდევაც ეს. რაც მოხდა მესამე მესამე რაუნდი როგორც კი დაიწყო, ოქტაგონი იყო წყლით სველი და ფეხი ამისრიალ და უბრალოდ ლევონმა დრო იხელთა, კარგად შემოვიდა და კარგად გამაკონტროლა, ვაღიარებ, იმიტომ რომ ჩემი მინუსიც არის, რა თქმა უნდა, ეგ რომ, მაგრამ ხდება ყველაფერი, ეს ოქტაგონი არის, რა თქმა უნდა, ვიბრძოლე ბოლომდე, ყველაფერი ვცადე გამარჯვებისთვის, რა თქმა უნდა. მე ყოველთვის ოქტაგონზე გამოვდივარ გამარჯვებისთვის, ესე რომ ვთქვათ, ოქტაგონზე რო გამოვდივარ, ყოველთვის მშია, რა თქმა უნდა, ყველაფრისთვის მზად ვარ, ამ წყურია, მშია, რომ ჩემი მოწინააღმდეგე გავანადგურო ბოლომდე. რინგზე ვარ საერთოდ სხვა ადამიანი, ცხოვრებაში სულ სხვა ადამიანი, იქ რო შევდივარ, საერთოდ სხვა ცოტნე წარმოიქმნება. საერთოდ რადიკალური ცვალებადობა არის და ყველას უყვირს ეს. ლეონს წარმატებული უსურვოთ. რა თქმა უნდა, წარმატებები. სომხეთში ჩაატარა ჭუბი, პირველი ბრძოლა მოიგო პროფესიონალურ MMA-ში და რა თქმა უნდა, წარმატებები, იმიტომ რომ მის საკითხი კიდევ ერთი კარგი მებრძოლი. უბრალოდ ეს ქართველთან შეხვედრა მაინც ცოტა ისეთი არის რა. იმიტომ რომ თითქოს გული იხლიჩება რა. ბალიშიკობა იქნება, ეს გვერდში დგომა იქნება, იყოფა ორ მხარეთ რა და ეს ალბათ არ უნდა იყოს ჩემი აზრით ქართველების შეხვედრა ესეთ დიდ ორგანიზაციაში. თუმცა ესეც როგორც თვითონ მართლა არის რაღაც. ყოველდღე პატარა რო ვიყავი, მამა ჩემი მეუბნებოდა ხოლმე რა, მე რო შეხვდე რინგზეო რა, მე არ დამინდო ძმა რო შეხვდეს რინგზე, არც ძმა არ უნდა დაინდო რა, იმიტომ რომ საქმე არის კი რა, ყოველთვის არ აქვს მნიშვნელობა, არის გადაკვეთები, ისეთი სპორტი არის, რომ ჩვენც პატარა ქვეყანა ვარ და ყველას. კი რა, ეს გადაკვეთა არის, ადრე კიკბოქსინგს ჩხუბობდი ძალიან დიდი ხანი, მანდაც შევხვედრილ ვარ ჩემ მეგობარს, ძმაკაც და სპორტია ეს, ვერაცდები ამას. მოდი ასე ვთქვათ, მოლოდინი შენ უკვე თქვი, რაც გაქვს ვთქვათ, თუ მოლდოველ მეტოქეს მოუგებდა. შენ თქვი, რომ ორგანიზაციასთან უკვე საუბარი შედგა და შესაძლოა თბილისში ბრძოლა ჩაინიშნოს სათულო. რა გზნობა გქონდა ჯერ კიდევ მაშინ როცა სტრაიკინგ MMA ჭუბე და რა გზნობა გექნება თუ ამ ბრძოლას მოიგებ და უკვე MMA-ის, ამ პროფესიონალურ MMA-ის კამარზე მოგიწევს ჭუბი თბილისის სპორტის სასახლეში. პირველ რიგში გადართული ვარ ამ ბრძოლაზე, იმიტომ რომ ეს ბრძოლა წყვიტავს ჩემ კარიერაში ბევრ რაღაცას. გადავდგავ კიდევ ერთ დიდ ნაბიჯს ჩემ კარიერაში წინ. რაც შეეხება შემდეგ სატიტულო ბრძოლას, განვიხილე ორგანიზაციის პრეზიდენტთან გოჩას მოიანთან ვისაუბრე. მოგების შემთხვევაში მექნება ეს ბრძოლა 100%-იანი, საქართველოში თბილისში ვიბრძოლებ. ეს არის ალბათ ენით აუღწერელი სიხარული ბედნიერება, ის ემოცია, რომელსაც ვერ გადმოსცემ შენს კედლებში რო იბრძვი ტიტულისთვის. ჩამოდის სხვა ქვეყნიდან სპორტსმენი რო შენს ქვეყანაში, შენს კომაგთან დაგამარცხოს, ეს არის ჩემთვის ისეთი мотивация, ისეთი ემოციური მომენტი, სოფლიო ჩემპიონატი, ან ცხოვრების აწყობა არის, ესე რომ ვთქვათ. და წინ წახვიდე შენი მიზნებისკენ და კბილებით დავიცავ ჩემ დროშას, ჩემს სახელს, ჩემს ორგანიზაციას, გუნდს, რა თქმა უნდა, ვინც ყოველთვის გვერდში მიდგას. სტრაიკინგ MMA-ში, როდესაც ჩავატარე პირველად სოფლიო ჩემპიონატის ტიტულის დაცვა, სხვათა შორის მაშინ დიდი ხანი არ მქონდა საქართველოში ბრძოლა ჩატარებული. მით უმეტეს სამხელა ორგანიზაცია ჩამოვიდა
გერმანია პირველი ღონისძიება IFC 18 კი ბატონო იყო აი ჩემთვის იყო აი ძალიან ემოციური სპორტის სასახლე ჩემი გულშემატკივარით იყო გადავსებული თამამად შემიძლია ვთქვა რომ ყველაზე მეტი გულშემატკივარი ივენტზე მე მყავს ვინც არ უნდა გამოვიდეს ამ ივენტზე სპორტის სასახლეში ყველაზე მეტი კომაგი მყავდა და მეყოლება ზუსტად ვიცი. ახლა მე მგონი გაგიწევს ორი ადამიანი კონკურენციას, ისეთი ხალხი შემოდის ორგანიზაციაში. ძალიან მაგარი ბიჭები შემოდიან, მით უმეტეს ჩემი სახელი დღეს ძალიან კარგად ყვირის უკვე და ყველა მიცნობს. ტოლს არავის არ დაუგდებ, რა თქმა უნდა, ეს კარგი გაგებით, ჩემი ძმები არიან, ჩემი მეგობრები არიან, ერთად ვარჯიშობთ, ერთად ვემზადებით. მათ ასევე ლევან მაყაშვილი და პირველ ქართველი UFC-ში ჭუბა და ბევრმა არის ის სხვათა შორის რომ პირველი ქართველი მებრძოლი UFC-ში იყო ლევან მაყაშვილი. ბზიკი რომელიც თავის სადებიუტო ბრძოლას ასევე 22 დეკემბერს ჩაატარებს ვიტლიხში. ერთ ქართზე ვიბრძოლებთ და ბექა ღუნიაშვილი სადებიუტო ბრძოლას და ძალიან მაგარი ამბები იქნება უკვე, იმიტომ რომ სამივე მებრძოლს თუ სამივე მოიგებს ბრძოლას, მე უკვე თბილისში გველოდება ღონისძიება. ყველაზე დაუვიწყარი ღონისძიება იქნება. დიდი ალბათობით მართლა მგონია რომ სპორტის სასახლეში ყველა ვარიანტი სადაც 7-8000 გულშემატკივარი მოვა. აუცილებლად ეგ რა თქმა უნდა ჩვენზე არის თვითონ სპორტსმენებზე დამოკიდებული. ორგანიზაციას ბოლო პერიოდში რამდენიმე მებრძოლთან ჰქონდა მოლაპარაკებები, მოგეხსენებათ რომ ბექა ღუნიაშვილი უკვე ჩვენს ორგანიზაციაშია, ასევე ლევან მაყაშვილი, თუმცა არის კიდევ რამდენიმე სიახლე, რომელსაც სულ ცოტა ხანში გაგაცნობთ, თუ თქვათ ჩვენ ის მოვახერხეთ რომ რამდენიმე მებრძოლზე არის საუბარი იქ ოქტაგონიდან, ასევე დებიუტანტებზე და დიდი ალბათობით უკვე მომდევნო ივენთი IFC 23, რომელიც შეიძლება ცოტნესთვისაც გადამწყვეტი იყოს, იმიტომ რომ შეიძლება სატიტულო ბრძოლის ჩატარება მოუწიოს, იქნება კიდევ უფრო მასშტაბური და კიდევ უფრო განსხვავებული რამდენიმე ქამრის დაცვით, დიდი ალბათობით, იმიტომ რომ ჩვენ გვინდა რომ იგივე რუსლან ბოლქვაძე, რომელიც საკმაოდ პოპულარულია და რომელიც მართლა არის ერთ ღამეს ჩაატარა 4 ბრძოლა. და მოიგო ესპანური ორგანიზაციის ქამარი. ამ ორგანიზაციაში მექნება ორი ქამარი Striking MMA-ის და MMA-ის. სამი საჩემპიონო ქამარი მაქვს ამ ორგანიზაციაში უკვე. ეს იქნება მეოთხე ნამდვილ MMA-ში, რაც კარიერაში ძალიან მაგრად წამწევს წინ და დიდ გეგმებთან იქნება დაკავშირებული. ხო, ნახოთ, მე იქნება მალევე მოგიწევს დაცვა, ეს უკვე ძალიან საინტერესო ამბავი იქნება და დანარჩენი ისიც უნდა ვთქვათ, რომ ორგანიზაცია მაქსიმუმს აკეთებს იმისთვის, რომ ბრძოლების ხარისხი არ დავარდეს, მაქსიმალურად საინტერესო ბრძოლებს ვთავაზობს და ჩვენი მთავარი მიზანი სწორედ ეს არის, უპირველეს ყოვლისა, რა თქმა უნდა, ქართული MMA-ის განვითარება და ძალიან კარგია, რომ ბაზარზე ახალი მოთამაშეებიც შემოდიან და ყველაზე მთავარი ეს არის, რომ სწორედ კონკურენციაში გამოჩნდება ვინ როგორ ბრძოლებს კი ქართული MMA-ის განვითარებისთვის და წარმატება, რა თქმა უნდა, ყველას, რა თქმა უნდა, ვიტყვით და დანარჩენი ჩვენ საქმის მიყვებით, ვაკეთებთ და გამოჩნდება პირველი გასვლა იქნება ქართული ორგანიზაციისთვის ეს აქვე გეტყვით, ანუ პირველი ივენთი, რომელიც ჩატარდება ქვეყნის ფარგლებს გარეთ, ჩვენი ორგანიზაცია ნახევრად გერმანული, ნახევრად ქართულია, თუმცა კი ბატონო. შემდეგ რაც ეს ეგიდი მივიღეთ და ეს სტატუსი რომ ჩვენი ორგანიზაციაც IFC სანახევროდ ქართულის გახდა, ეს იქნება პირველი გასვლა ქართული ორგანიზაციისთვის ქვეყნის ფარგლებს გარეთ და მადლობა ამისთვის უპირველეს ყოვლისა ჩვენს მთავარ სპონსორს ლიდერბეტს, რომელიც ძალიან გვერდით უდგას ჩვენს ორგანიზაციას და მადლობა ასევე ჩვენს მეგობრებს. ასე სხვათა შორის ლიდერ ძალიან გვეხმარება მართლა. კი, ძალიან მაგარი ადამიანი და სხვათა შორის ლიდერბეტმა გამიშვა ტაილანდში კემპი რო გამევლო მოსამზადებელი პერიოდი ამ ბრძოლისთვის და დიდი მადლობა ლიდერბეტს გვერდში დგომისთვის. ასევე მინდა Carline Auto Imports გადაუხადო დიდი მადლობა, რომელიც პირველი მხარდაჭერი კომპანია გახდა ჩემი და დღემდე გვერდში მიდგას. მადლობა მათ. ჩვენს მეგობარს გიგას. გიგას. მოვიკითხოთ აუცილებლად და ბოლოს რასპირდები ქართულ კომაკს IFC 22-ზე ცოტნე სულთანიშვილის ბოლო დაპირება და ამით გავამბობ. ქართულ ჩემ გულშემატკივარს როგორც ყოველთვის და ქართველებს ვპირდები, რომ იქნება ეს ბრძოლა როგორც ყოველთვის სანახაობრივი, დასრულდება აუცილებლად ღმერთის წყალობით, ჩემი გამარჯვებით და შემდეგ უკვე
ვისაუბრებთ ახალ გეგმებზე და ძალიან მაგარ გეგმებზე. მადლობა თქვენ მოწვევისთვის. პირველი სტუმარი ვარ. წარმატებები მინდა გისურვოთ. ბევრი ძალიან მაგარი სპორტსმენი ჩაგეწეროთ. აუცილებლად და რაც თავარია, შემდეგ ეპიზოდებში შევხვდებით ბექაღვინიაშვილს და ლევან მაყაშვილს, ასევე ვისაუბრებთ ორგანიზაციის პრეზიდენტთან და ვიცე-პრეზიდენტთან ერთად. მოკლედ წინ დიდი ამბები გველოდება, არ დაგაუწყდეთ რომ გამოიწეროთ IFC-ის YouTube არხი, გამოყვეთ TikTok-ზე, Instagram-ზე, Facebook-ზე, მოკლედ ყველგან სოციალურ ყველგან ჩვენ ვართ. ყველგან ჩვენ ვართ და ვიქნებით. იმედია რომ უკვე ცოტნეს ვიდეო ვირუსულად გავრცელდება IFC 22-ზე ქალაქ ვიტლიხიდან. ცოტნეს ნოკაუტი და მე მეგონა რომ დაპირდებოდი ნოკაუტს. თუმცა თავშეკავებით ესე საერთოდ როგორი ადამიანი ვარ. ყოველთვის ვიძახი რომ გადაწყდება რინგზე ყველაფერი, მაგრამ მე მაქსიმუმს გავაკეთებ ჩემი გამარჯვებისთვის და ბრძოლა გვანახებს ყველაფერს. ნოკაუტი იქნება, ტექნიკური ნოკაუტი იქნება, თქულებით გამარჯვება, ეს გადაწყდება იმ კონკრეტულ წუთებში, წამებში. თავარია რომ ჩამოვიტანო კიდევ ერთი გამარჯვება. ხო და აქვე დასასრულისთვის ვიტყვი რომ ძალიან ბევრი საინტერესო სპორტსმენი იქნება ამ ქარდზე. ველოდებით დონალდ კოშიჩს, რობერტ ლაუს, ქართველები არიან ასევე როგორც ვიცი გიორგი ხობეჯაშვილი და სოსლან გასიევი, რომლებიც არის სწორედ აი მებრძოლების მეტოქეები იქნებიან და მაულტიფიევი, რომელიც საკმაოდ პოპულარულია უზბეკეთში. ის ჩამოდის ასევე გერმანიაში და მაულმა გარისკა ძალიან 6 დეკემბერს ჩვენს ორგანიზაციაში ჩხუბობს. 11 დეკემბერს აქვს თურქეთში ჩხუბი ჩანიშნული. წარმატებები ვუსურვოთ მასაც, რომელმაც მართლა თავი გადადა და მაულდიც მოგეხსენებათ რომ სტრაიკინგ MMA-ში გახლავთ ჩვენი ორგანიზაციის ჩემპიონი. მადლობა კიდევ ერთხელ მომავალ შეხვედრამდე და როგორც გითხარით, ლევან მაყაშვილი და ბექაღვინიაშვილი იქნებიან უკვე მომდევნო პოდკასტში ჩვენი სტუმრები. მადლობა, ნახვამდის.